მადლობა მინდა ჩვენს მასპინძლებს მოახსენო იმისათვის, რომ ერთმანეთ შეხვედრის საშუალებას გვაძლევენ და თან რაღაც სასარგებლოზეც გვიწევს საუბარი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენს მობრძანებისთვის. მე ვესწრები, რომ ძალიან მოკლედ მოგახსენოთ ის, რაც რეალურად შესავალია იმ საინტერესო მოხსენებისა, რომელსაც მეორე ბატონი კახაბერი მოგახსენებთ და შესაბამისად გვექნება საუბარი სწორედ იმ პარადიგმების ცვლილებაზე, რომელიც სათაურად არის გამოსახული მეგობრებო ამ სლაიდზე. ფაქტობრივად ერთი თვალის ერთი გადავლებით შევხედავთ, რა შეიცვალა ბოლო დეკადაში და საერთოდ როგორ წარიმართა ეს საკითხი, რომელსაც ანტიაგრეგაციული თერაპია ჰქვია. როგორც ყველა დარგში მედიცინისა, ეს თემაც, რომელზედაც ახლა დღეს ჩვენ საუბრობთ, არის ილუსტრაცია იმისა, თუ რამდენად დროებითი და მერყევია ჩვენი ცოდნა, რამე თუ დროთა განმავლობაში რადიკალურად იცვლება ყველაფერი და შესაბამისად ის, რასაც დღეს ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ აბსოლუტური სიმართლე და ჭეშმარიტება, რამოდენიმე გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოჩნდება არც თუ ისე სარწმუნო პარადიგმად. ასე და ამდაგვარად ჩვენი პროფესიაც ასეთია, მივდევთ ამ პარადიგმებს და დრო ასე ვთქვათ გარკვეულ პერიოდებში ვადგილობთ ამა თუ იმ დებულების ჭეშმარიტებას. ახლა გადავხედოთ აი ამ სიტუაციას და დავიწყოთ ორი პრაქტიკული მაგალითით. ჩვენი ყოველდღიურ პრაქტიკასთან ახლომდგომი ჰიპოთეტური ორი პაციენტი, შესაბამისად ამოსავალი წერტილი თითოეული მათგანის ხედავთ გახლავთ PCI, post-PCI უფრო სწორად, მაგრამ თუ კი მივაქცევთ ყურადღებას მათ სხვა ანამნეზ და ავადმყოფობის ისტორიას, მოდით ავიღოთ ეს A პაციენტი და B პაციენტი, ერთი რეკურენტული ისემიის რისკით, შაქრიანი დიაბეტი და დიფუზური კორონარული დაზიანებით, ხოლო მეორე არის ხანდაზმული დაუძლურებული პაციენტი, რომელიც ჩვენს არ გესმით ქალბატონი. ისმის თუ არა, იმიტომ რომ ქალბატონს არ ისმის. წინ არის ადგილი ისმის ალბათ. ხანდაზმული დაუძლურებული პაციენტი, თიმგლების ქრონიკული დაავადება და გასტროინტესტინური სისხლდენის ანამნეზი. მაგრამ ამოსავალი წერტილი ეს გახლავთ ინტერვენციის შემდგომი მდგომარეობა. ნახოთ წლების განმავლობაში როგორ იმართებოდა ესეთი პაციენტი და დავიწყოთ პირველი პარადიგმით, პირველი მიდგომით, რომელიც ყველას კარგად მოგეხსენებათ, ახალგაზრდებს შეიძლება არა, მაგრამ ისტორიიდან მაინც განაგონი გექნებათ, ეგრეთ წოდებული ასპირინზე ფოკუსირებული მიდგომის ერა, რომელიც გაცილებით ადრე იყო ახალგაზრდების დაბადებამდე, 1970-იანი წლებიდან 2000 მილენიუმის დადგომამდე. რეალურად ეს არის აღზევება ძიერთი მექანიზმისა და ეს მექანიზმი გახლავთ თრომბოციტების აქტივაციაზე ზემოქმედება. და ბუნებრივია შესაბამისად ინტერვენციის მთელი ფილოსოფია სწორედ ამ მექანიზმზე იყო ფოკუსირებული და ვნახოთ ამ მიდგომით თითოეულ ამ პაციენტს როგორ მართავდნენ იმ პერიოდში. ეს არის ასპირინი განუსაზღვრელი ვადით და თუ კი მიაქცევთ ყურადღებას დოზის დიაპაზონი საკმაოდ მაღალი 75 მგ-დან 325 მგ-მდე და გაცილებით უპირატესობა ენიჭებოდა შესაბამისად უფრო მაღალ დოზებს მეგობრებო, თუმცა ექიმს ეძლეოდა გარკვეული თავისუფლება იმისა, რომ თავისი შეხედულებისამებრ შეეცვალა ის დოზა კლებისკენ. არა და დღეს თითოეულ ჩვენთაგანს ასპირინის ადგილი რასაკვირველია ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური მედიკამენტი გახლავთ მეგობრებო კარდიოლოგიაში და ზოგადად მედიცინაში, თუმცა ასპირინის ასე ვთქვათ როლი თანდათანობით უკან იხევს, რამე თუ გაცილებით უფრო ეფექტური მედიკამენტები წამოვიდა წინა პლანზე და დღეს კარგად ვიცით თითოეულ ჩვენთაგანმა, რომ დოზის გაზრდას ასპირინისას არა აქვს უფრო სწორად უპირატესობა, სამაგალითოდ ეს დოზა აგახლავთ ასოცირებული სისხლდენის რისკთან, აქედან გამომდინარე დიდ დოზებს უკვე ფაქტობრივად დღეს უპირატესობა არც ენიჭება. მაგრამ მთელი უბედურობა A პაციენტთან, ანუ იმ პაციენტთან, რომელსაც არ ჰქონდა დიდი სისხლდენის რისკი, მაინც აძლევდნენ ასპირინის განუსაზღვრელი ვადით, არ იყო გათვალისწინებული გნევავთ ისემიის, ანუ თრომბოზის ან სისხლდენის რისკი. უბრალოდ ინსტიტუციურად, სისტემურად არ იყო ჩანერგილი ეს შეფასების მეთოდიკა ამ მიდგომებში და აქედან გამომდინარე ფაქტობრივად თუ კი მიაქცევთ ყურადღებას პირველი პაციენტიც
მეორე დაუძულებული ხანდაზმული პაციენტიც, რომელსაც ანამნეზში ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, სიზლდენის ეპიზოდი, გასტროინტესტინოს სიზლდენის ეპიზოდი, რეალურად ის ზუსტად ერთი და იგივე მექანისტური მიდგომა, რამე თუ ამოსავალი წერტილი გახდათ სწორედ ინტერვენციის შემდგომი პერიოდი. მართალია 70-იან წლებში საქართველოში და გნებავთ მილენიუმის დადგომისთანავე არ გახდათ საქართველოში ეს მეთოდი დანერგილი, მახსოვს პერიოდი, როდესაც სომხეთში დაყავდა კორონაროგრაფიის და სტენტირებისთვის პაციენტები, მაგრამ სოფლიოში ეს იყო და სწორედ სოფლიო გამოცდილების მაგალითს მოგახსენებთ ახლა მე. რაც შეეხება მეორე პერიოდს, უკვე იწყება ორმაგი ანტიაგრეგაციის, ფიქსირებული ორმაგი ანტიაგრეგაციის ერა, რომელიც 2010-იან წლებამდე გრძელდება და აქაც უკვე ფაქტობრივად მართალია გარკვეული ლღობა დაიწყო იმ ასე თქვათ დოგმამ, რომელიც მანამდე არსებობდა და დოგმატურმა მიდგომამ. მაგრამ მაინც გარკვეულწილად ესეთი სტატიკური ხისტი მიდგომა გახლავთ პაციენტისადმი, ეს არის ორმაგი ანტიაგრეგაციული თერაპია, თუმცა პირველი ასე თქვათ ნიშნები ჩნდება იმისა, რომ ყურადღების აქცენტირება გადადის მაინც სისხლდენის და თრომბოზის რისკის შეფასებაზე, თუმცა ამ პერიოდშიც ეფექტურად ინტეგრირებული არ გახდათ შეფასების მეთოდები აი ამ ასე ვთქვათ გაიდლაინებში თუ რეკომენდაციებში, რომელთაც ჩვეულებრივი პრაქტიკოსი ექიმები მართავდნენ ამ ტიპის პაციენტებს. და დადგა პერიოდი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და ეს გახავთ პერსონალიზებული მიდგომის ერა, სადაც უკვე ძირითადი აქცენტი კი არ კეთდება აბზე, ძირითადი აქცენტი კეთდება უნდა გაკეთდეს ყოველ შემთხვევისთვის თრომბოზის და სიზლდენის რისკის ბალანსირებაზე. და აქედან გამომდინარე, თუ კი არსებობს გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, თუ კი არსებობს მაღალი ისემიური რისკი, რეკომენდებული გახლავთ მძლავრი და ხანგრძლივი თერაპია, თუ კი არსებობს სიზლდენის მაღალი რისკი, აქ უფრო დამზოგველი და ხანმოკლე თერაპიაზე გახლავთ მეგობრებო საუბარი და შესაბამისად სწორედ ეს ინდივიდუალიზებული მიდგომის ეს თავისებურება არის წამყვანი ლაიტმოტივი ამ პარადიგმისა. თუმცა გაჩნდა ის, რაც მე ვფიქრობ, არა ჩემი ახლა სუბიექტური აზრი არ გახლავთ მხოლოდ, არამედ ეს არის რეალურად ზოგადი შეფასება, რომ გაჩნდა პირველი ელემენტები ასეთი ტიპის მიდგომაში, იმისა, რასაც ქვია პერსონალიზებული მომავლის მედიცინა, რამე თუ დღეს დაინერგა და საბედნიეროდ საქართველოშიც ვიყენებთ თრომბოციტების ფუნქციის შეფასებას და მართალია ძალიან ძნელად იყიდებს ფეხს ეს მეთოდი, მაგრამ დარწმუნებულია დროთა განმავლობაში თუ კი აპოკალიფსი არ მოხდა გლობალური მასშტაბით, გენეტიკური, სელექციური გენეტიკური შეფასებაც მოიკიდებს ფეხს ამ მიმართულებით და აქედან გამომდინარე, სწორედ ეს გახლავთ ხიბლი და თავისებურება დღევანდელი მიდგომისა და კიდევ ერთი, რომ ქმედითი ინსტრუმენტები გაჩნდა გნებავთ სიზლდენის რისკის შეფასებისა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ დავაბალანსოთ პაციენტისადმი მიდგომა და შესაბამისად თუ კი ახლა გადავხედავთ და თანამედროვედ მიუდგებით ამ ორ ტიპის პაციენტს, იცით როგორი რა ტიპის მიდგომებია, შესაბამისად ბატონი გახაბერი ამაზე უფრო დეტალურად ისაუბრებს, მაგრამ ლაიტმოტივი, ძირითადი ხაზი, მიმართულება ასეთი მიდგომებისა პირველ შემთხვევაში ასე არის თრომბოზის რისკის მინიმიზაცია, მეორე შემთხვევაში სიზლდენის რისკის მინიმიზაცია და აქედან გამომდინარე რამდენი პაციენტიც არსებობს, იმდენი მიდგომა გაჩნდა ლამის, რამე თუ ჩვენ ცოტა ხანში გვექნება საუბარი ეგრეთ წოდებულ ამ ზოგადი რეკომენდაციებიდან ამოვარდნილი პაციენტებისადმი მიდგომის თაობაზე. ასე და ამდაგვარად თუ შევაჯამებთ ყველაფერს ამას, პირველი ორი მიდგომა გახდათ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვეულებრივად, როდესაც ტანსაცმელს ყიდულობთ მაღაზიაში, მზან ტანსაცმელს ყიდულობთ და ვიცმევთ და მეორე დღევანდელი მიდგომა არის ინდივიდუალურად შეკერული კოსტიუმი, რომელიც დამერწმუნებით, რომ გაცილებით უფრო გვაკოხტავებს ვიდრე ასე მიღებული უბრალოდ მზა ნაყიდი ტანსაცმელი. აქედან გამომდინარე, მომავლის მედიცინა უკვე სწორედ ინდივიდუალური მკერავების ხელში გადადის და შესაბამისად თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალურ მიდგომას დაეფუძნება მეგობრებო. და ასე და ამდაგვარად დღეს ექიმი არ გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ თქვათ ესეთი მკაცრი დოგმატური რეკომენდაციების შემსრულებელი,
ის როგორც წეგან აღნიშნა არიჩევს მხოლოდ და მხოლოდ აბს. არიჩევს მხოლოდ და მხოლოდ სამკურნალო საშუალებას, არამედ ის ირჩევს რამელი გზა უნდა დაეთქვინოს თრომბოციტების, საერთოდ თრომბოციტების აქტივობისა, რა ინტენსივობით, რაც მნიშვნელოვანია და რა ხანგრძლივობით. და ერთი მთავარი მახასიათებელი დღევანდელი მიდგომისა გახლავთ არა მხოლოდ ეს, რაც ახლა მე ვისაუბრე, ანუ ექიმის ასე ვთქვათ, განსჯითი მიდგომა პაციენტისადმი და პაციენტის თავისებურებების გათვალისწინება და ფენოტიპური მახასიათებლების გათვალისწინება. არამედ ეს გახლავთ დროის ფაქტორის ინტეგრაცია მიდგომისადმი, იმიტომ რომ დროის კონტინუუმში მიდგომაც იცვლება და ამაზეც ორივე სიტყვით მექნება მე დღეს საუბარი. რატომ არის თრომბოციტების ზოგადად თრომბოციტი მნიშვნელოვანი ახლა ამ აუდიტორიასთან ასეთ ლაპიდარ უჭეშმარიტებებზე საუბარი დამეთანხმებით, რომ არ გვეგების, უბრალოდ თუ კი კარგად გავიხსენებთ, აი ამ ასე ვთქვათ 6 ჯერჯერობით ცნობილი 6 ეტაპიან პროცესს, ეს გახლავთ დაწყებული ათეზიიდან დამთავრებული შედარებით ახალი მიდგომით, უბრალოდ შედარებით ახლად აღმოჩენილი თავისებურებით მთელი ამ პროცესისა, რომელიც ხაზს უსვამს არა მხოლოდ თრომბის ჩამოყალიბებას, არამედ იმას, რომ ეს პროცესი ქრონიკულ ანთებასთანაც გახლავთ ასოცირებული, რამე თუ ათეზია თრომბოციტებისა დაზიანების ადგილზე არ ხდება, მხოლოდ მათი ათეზია ხდება აი ამ მე-6 გზის ლეიკოციტებთანაც და შესაბამისად ეს პროცესი არა მხოლოდ ათეროთრომბოზული გახლავთ, რაზედაც ახლა ჩვენ საუბრობთ, არამედ ანთებითი და გამოხატულება იმ პერმანენტული ამპლიფიცირებული ანთებისა, რომელიც ნელ ცეცხლზე წვავს ასეთი ტიპის პაციენტს და შესაბამისად მკურნალობის მიმართულებაც უნდა გახდეთ ორიენტირებული არა მხოლოდ ამ მექანიკური გამავლობის აღდგენაზე, არამედ ზოგადად ანთების დათქმაზეც და შესაბამისად სამკურნალო არსენალსაც თუ გადავხედავთ, ფაქტობრივად ყველა ეტაპზე გარდა თქვათ ლეიკოციტებთან ათეზიისა P2Y12 ინჰიბიტორები, რომლის ერთ-ერთ წარმომადგენელზეც დღეს ჩვენ გვაქვს საუბარი და მადლობა მინდა კიდევ ერთხელ მოგახსენოთ თქვენ იმისთვის, რომ შემოვიტანეთ საქართველოში ასე მედიკამენტი, რომელიც არა მხოლოდ თქვათ ფუფუნება გახლავთ, ის უკვე აუცილებელი საჭიროება და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. აქ ჩამოთვლილი, რასაც ხედავთ მეგობრებო, არაფერადი ფონტით, ყველა დღეს არსებულია და აქ ლოკომოტივი გახლავთ მაინც P2Y12 ინჰიბიტორები, რომლის წარმომადგენელიც გახლავთ სწორედ ტიკაგრელური, დანარჩენი არის პერსპექტიული მიმართულებები და შესაბამისად საბედნიეროდ კვლევები, რომელიც უკვე დასრულების ფაზაშია, გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენი არსენალი უფრო ფართო გახდება, უფრო კონცენტრირებული გახდება გარკვეულ ეტაპზე და ამ პროცესისა და შესაბამისად ასოცირებული იქნება სისხლდენის მინიმალურ რისკთან. კიდევ ერთი ასე ვთქვათ შემოbrunების წერტილი, რომლის მეშვეობითაც ასევე ტაქტიკა განისაზღვრება, ეს გახლავთ ვისთან გვაქვს საქმე გარდა იმისა, რაც მე ვისაუბრებ, მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტთან თუ ქრონიკული კორონარული სინდრომის მქონე პაციენტთან, თქვენ აქ ხედავთ არაუნიფიცირებულ მიდგომას ასეთი ტიპის პაციენტებისადმი, ქრონიკული კორონარული სინდრომის შემთხვევაში ხანგრძლივი და ბალანსირებული, ანუ იგულისხმება თრომბოზის და სისხლდენის რისკის ბალანსირებაზე დაფუძნებული მიდგომა გახლავთ, სადაც არჩევანსაც კარგად ხედავთ, ბუნებრივია კარგად იცით და აი ამ ეტაპზე რასაკვირველი არ შევჩერდები. რაც შეეხება ამ ილუსტრაციას, მეგობრებო, ეს გახლავთ ის, რაც ბავშვობაში მე მას ვიფრებდა, მაგრამ ახლა კარგად ვიცით, რომ ჩვეულებრივი ილუზია, აი ასე ვთქვათ, ილუზიონისტის მიერ გახერხვა ცირკში, როცა დავდიოდი ბავშვობაში, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი, ასე ვთქვათ, ნომერი. მაგრამ ჩვენს პრაქტიკაში ეს არ გახლავთ ილუზია, რამე თუ ის რითაც უდგებით ჩვენ ამ პაციენტს, ის მიდგომა ჩვენი პირდაპირი ხერხივით არის. ასეთი ტიპის პაციენტებისადმი პირდაპირის ერთი ხელი გახლავთ თრომბოზი, მეორე ხელი გახლავთ სისხლდენა და შესაბამისად საკმარისია რომელიმე მხარეს გადაიხაროს თქვა ძალისხმევა, პაციენტი განწირულია ხო მეთანხმებით. აქედან გამომდინარე ბალანსი აქვს მნიშვნელოვანი, ხერხი დევს ასეთ პაციენტზე, მთავარი ეს არა ავამოძრავოთ. მაგრამ სად გვჭირდება უფრო ასე ვთქვათ მეტი ძალისხმევა, სად ნაკლები
საუბედუროდ აქამდე არ არსებობდა გარკვეული ინსტრუმენტები, დღეს იცით, აი ეს აკადემიური კვლევითი კონსორციუმის მიერ მოწოდებული სიზდენის მაღალი რისკის კალკულატორი, რომელიც ნამდვილად ქმედითი ინსტრუმენტი გახლავთ სიზდენის რისკის შეფასებისა, გვაძლევს იმას საშუალებას, რომ თუ ზუსტად არ მოახდენთ პრედიქცია სიზდენისა, იურიდიული საფუძველი მაინც გვექნება საქართველოში მოგეხსენებათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, იმიტომ რომ ექიმის მტერი ყველა გახლავთ კოლეგიდან და პაციენტიდან დაწყებული, დამთავრებული თქვათ მარეგულირებლით, ის მტერია მხოლოდ ჩვენგან პატარა შეცდომას ელის. ასეთი ტიპის ინსტრუმენტები ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ჩვენს პრაქტიკაში და შესაბამისად ინტეგრირებულია საბედნიეროდ, თქვათ IRC, HBR-ი, უკვე ასეთი ტიპის პაციენტების მართვაში და კიდევ სხვა ინსტრუმენტები, რომელზედაც 2-20 სიტყვით მექნება საუბარი და აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბატონი მიკას პრეზიდენტობით, ასე ვთქვათ, წარმატებით მომუშავე, მოდით ასე ვთქვათ, საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის ოფიციალურ საიტზე თქვენ შეგიძლიათ ყველა ეს ინსტრუმენტი ქართულ ენაზე იხილოთ და გამოიყენოთ კლინიკურ პრაქტიკაში. ასე და ამდაგვარად დღეს თუ ჩამოვაყალიბებთ თქვათ პატერნებს, აი ასეთი ანტიაგრეგაციული მიდგომების, ძირითადი 4-ია, ეს არის სტანდარტული დუალური ანტიაგრეგაციული თერაპია, სამმაგი თერაპია, მაპატიეც გაქრა, რომელიც იცით რას ნიშნავს ეს დუალური მიდგომის გზა, როდესაც ანტიკოაგულაცია და ანტიაგრეგაცია მიმდინარეობს. ეს არის შემოკლებული ხანგრძლივობის დუალური ანტიაგრეგაციული მიდგომა და შესაბამისად ინსულტის მეორადი პრევენცია, რომელიც იცით რომ დროშია შეზღუდული და დუალურს გულისხმობს 21 დღიდან 90 დღემდე შუალედში, სადაც ეს რისკი ძალიან მაღალია და თითოეულ ამ მიდგომას თავისი ასე ვთქვათ კვლევა უდგევს, საფუძვლიანი კვლევები უდევს საფუძვლად და ხედავთ კომპასი, თვაილაითი, სტოპ-დაპტი და ასე შემდეგ. და დროით კატეგორიაზე მოგახსენეთ მე წეღან, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ექიმებს გვავალდებულებს იმას, რომ ასე ვთქვათ გაისროლე დაივიწყეს პრინციპი დავივიწყოთ, რამე თუ თქვათ დროთა განმავლობაში მიდგომა ნელ-ნელა უნდა შეიცვალოს, პაციენტს მუდმივი კონტროლი სჭირდება, წვავე ფაზიდან შორეულ ფაზამდე, რამე თუ მთელი ამ ხნის მანძილზე იცვლება რისკები. თუ დასაწყისში თრომბოზის რისკია მაღალი, ბოლოსში ეს გახლავთ სიზდენის რისკი და ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი ქმედებები სწორედ ამაზე გადავიტანოთ. რაც შეეხება პერსონალიზებულ მიდგომას, წეგან თქვით, ეს არის თქვათ გენოტიპირებზე დაფუძნებული თერაპია, ყველას კარგად მოგეხსენებათ ეს მაინც კლოპიდოგრელის მიმართ რეზისტენტული პაციენტების გამოვლინებას მსახურება დღესდღეობით, თუმცა გენოტიპირება კიდევ ბევრი იმედის და პერსპექტივას გვისახავს, იმიტომ რომ არის კვლევები, რომელიც საოცარ ბერკეტებად მოგვევლინება ალბათ მისი შედეგები მომავალში პრაქტიკოს ექიმებს, თუმცა დღეს ეს უფრო ფართოდ სწორედ ესკალაციის ტაქტიკის და ხანგრძლივობის განსაზღვრისთვის ჭირდება, რამე თუ მოგეხსენებათ პოპულაციის 40% გახლავთ ციტოქრომ პეროქსიდაზის ინფორმის ასე ვთქვათ ფუნქციის დანაკარგით მიმდინარე ისეთი მუტაციით მიმდინარე, რომელიც კლოპიდოგრელზე არ თუ ისე სასურველ ეფექტს იძლევა. შემდგომ გახლავთ თრომბოციტების ფუნქციის შეფასება, რომელიც იცით, რომ ჰიპერ და ჰიპოაქტივობის მქონე თრომბოციტებს გვივლენს და რისკის ისეთი ინსტრუმენტების სტრატიფიკაციის, როგორც გახლავთ პრესაიზ დაპტი და დაპტი, რომელიც ასევე შეგიძლიათ ქართულ ენაზე იხილოთ მოხერხებული ინტერფეისით ექიმისთვის ჩვენი ასოციაციის გვერდზე. და პაციენტები, რომელიც ამოვარდნილი არიან ამ ზოგადი რეკომენდაციებიდან, მშრალი რეკომენდაციებიდან. ეს არის კვლევი მეორე, კვლავ მაღალი სიზდენის მქონე პაციენტები, ეს არის გენეტიკურად არამოპასუხე პაციენტები, რომელსაც უბრალოდ ვერ გამოვავლენთ, თუ კი გენეტიკური ანალიზი არ ჩატარდა, ეს არის თრომბოციტების შეცვლილი ფუნქციის მქონე პაციენტები, ეს არის მრავალსიზარღვოვანი დაზიანების მქონე პაციენტები, თქვათ პერიფერიული არტერიული დაავადების და კორონარული დაავადების, ეს არის თანაავადობების, ანუ კომორბიდობების მქონე პაციენტები, რომლებიც ძალიან მოწყვლადი ჯგუფია და პაციენტებისა, რომელთაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. ეს გახლავთ
ინსულტისა და კორონარული რისკის დაბალანსებით მიმდინარე პაციენტები და ბოლოს პაციენტები, რომელიც წყევლაა ექიმისთვის და თავად პაციენტისთვის, რომელთაც აღენიშნებათ მედიკამენტების აუტანლობა და ასე დამდაგვარად ეს აქ მოკლე რეკომენდაციები იმისა, რომელზედაც ბუნებრივი არ შევჩერდებით, როგორ უნდა გაუმკლავდეთ ასეთი ტიპის პაციენტებს. და პერსპექტივას რაც შეეხება, ნელ-ნელა ვასრულებ მე ჩემს მოხსენებას, ეს გახლავთ ახალი მიდგომები. ეს არის ახალი სამიზნეები და უამრავი სამიზნეა, მაგრამ ეს არის ის სამიზნეები, რომელზედაც უკვე ფაქტობრივად მეტნაკლებად ხმამაღლა შეიძლება საუბარი, რომ ძალიან მალე ასეთი ტიპის მედიკამენტები გვექნება შესაბამისი კვლევების დასრულების შემდგომ. ხედავთ, ეს არის ის რეცეპტორები, GPA6 რეცეპტორი, იცით რა ათეზიისთვის აუცილებელი რეცეპტორია, რომ კოლაგენს და შესაბამისად იმ დაზიანების ალოკუში გამოყოფილ სტრუქტურებთან მიეწებოს ათეზირდეს თრომბოციტი. ეს არის პარ-1 ანტაგონისტები, უჯრედში და სასიგნალო ასე ვთქვათ, სისტემებზე ზემოქმედება, იმიტომ რომ იცით ეს აქტივაციისთვის უმნიშვნელოვანესია, თუ იმ აქტივაციის ფაზაში ჩვეულებრივი ფორმის დისკის დისკოსებრი თრომბოციტი უნდა გარდაექმნეს კომპაქტურ ფორმად და ფსევდოპოდები უნდა გამოიბას, რომ მიიბზიდოს, ატრაქცია მოახდინოს, ასევე ასე ვთქვათ, ფორმა შეცვლილი სხვა თრომბოციტებისა. ეს გახლავთ პერსონალიზებული თერაპიული მიდგომები, სადაც ხელოვნური ინტელექტი იგიდებს ნელ-ნელა ფეხს და საკმაოდ საინტერესო რამოდენიმე კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნება, რომელიც საოცარი, ასე ვთქვათ, ასე ნიუანსებით უდგება პაციენტს, ნიუანსების გათვალისწინებით. ეს არის ორმაგი მიდგომის DPI-ის და შესაბამისად ანტიაგრეგაციის კომბინაციით მიმდინარე ჩვენებების გაფართოება, არა მხოლოდ იმ ჩვენებებისა, რომელზედაც ვისაუბრე, და ეს არის გახლავთ ანტითრომბოზული უსაფრთხო ბალანსი, რომელიც მაინც ახალი კლასის მედიკამენტებთან გახლავთ მეგობრებო ასოცირებული. როგორც შეგვიძლია, შესავალი იყო ეს, ძალიან მოკლე ვისაუბრე მე იმ თემებზე, უბრალოდ იმ ცვლილებებზე, რომელიც ისტორიის თვალსაზრისით ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა და რომლის მომსწრე ამ დარბაზის საკმაოდ დიდი ნაწილი ვიყავით. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ახლა უფრო მეტად სასიამოვნო მოხსენება გელით. მადლობთ.